საქართველოს მთავრობის წევრთა გადადგომას აფასებენ აჭარაშიც მმართველი გუნდის ოპონენტები რეგიონში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებები ქვეყანას არსებული კრიზისიდან ვერ გამოიყვანს და ამისთვის ცვლილებები ხელისუფლების ყველა დონეზეა აუცილებელი. ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა ერთიან საქართველოში აცხადებენ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები რეგიონისათვის გადამდები არ იქნება. დიმიტრი ჭეიშვილი ფიქრობს, რომ ვიდრე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბიძინა ივანიშვილის სიმპათიით სარგებლობს, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ჭეიშვილის განცხადებით პოზიციას ისიც ამყარებს, რომ მურმან დუმბაძესა და არჩილ ხაბაძეს შორის არსებული დაპირისპირება დუმბაძის კრახით დამთავრდა და ურთიერთობა თანამშრომლობაში გადაიზარდა. აჭარის მთავრობა კი მდგრადობას ბიძინა ივანიშვილის გავლენებით შეინარჩუნებს. განცხადება გააკეთეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. აქაც იზიარებენ პოზიციას, რომ საქართველოს მთავრობის გადადგომა ამ ეტაპზე რეგიონზე გავლენას არ იქონიებს. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასეს თავისუფალი დემოკრატებისა და პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლებმაც. კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ავტომატურად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადადგომას არ იწვევს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მთავრობის გადადგომა. რა თქმა უნდა, აქ უკვე არის კლანური დაპირისპირება საქართველოს ხელისუფლებაში, გუნდებში, თვითონ ქართული ოცნების წრეებში და აქ მნიშვნელოვანი იქნება, რომელი კლანი გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში და რომელი კლანის ბანაკში აღმოჩნდება არჩილ ხაბაძე და მისი მთავრობა. რეგიონთან დაკავშირებით ვერაფერი მე პირადად არაფერს ველოდები, გამომდინარე იქიდან ჩვენ მქონდა აქ მოცემულობა, ხელისუფლების ორი შტო, ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე და არჩილ ხაბაძის გუნდი ეგრეთ წოდებული დაპირისპირებულნი იყვნენ, რის შედეგადაც მოხდა ის, რომ მურმან დუმბაძის გუნდი განეიტრალდა, გამომდინარე იქიდან რომ ზოგი მისი მეგობარი გაიყიდა, ზოგს რაღაც დაპირდნენ, ზოგს შეპირდნენ, რაც ძალიან სამწუხაროა და ეს რეგიონზე არანაირად კარგად არ აისახება, იყო მაშინაც ინტერესების გაყოფაზე საუბარი და გაიმარჯვა ამ შემთხვევაში არჩილმა. ბატონი არჩილი ვიცით რომ არის ბატონ ბიძინას მიერ ხელდასმული რჩეული ბიჭი, აქედან გამომდინარე სანამ მისი ლეგიტიმაცია ბიძინას თვალში არ მოიწურება, აქ ადგილზე არავის არაფერი ემუქრება. აჭარის თემა, სულ სხვა თემა, ეს არის ავტონომიური რესპუბლიკა, ასე რომ ეგ პროცესები სადღაც შეიძლება იდეაში თითქოს და ვიღაცის სურვილისამებრ უნდა იყოს მიბმული, მაგრამ კონკრეტულად ეს მიბმული არ არის. აჭარის ცალკე მთავრობა, ასე ვთქვათ და რა ნიუანსებია ყველამ კარგად ვიცით. აქ არის ცალსახა დემოკრატიული პროცესი, მე ვამბობ ცენტრალურ ხელისუფლებაზე. 7 მინისტრი გამოიცვალა, ვინ როგორ წავიდა, სულ სხვა თემაა და არის კონსტიტუციური ელემენტი, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ვერ გეტყვით ვიზია და ვისი ზურგი გააჩნია ბატონ არჩილ ხაბაძეს, მაგრამ ჯერჯერობით ის საფრთხეები არ ჩანს, რა საფრთხეების ის მოვლენები, რა მოვლენების განვითარდა ზოგადად საქართველოს მთავრობაში. ჩვენი მოგეხსენებათ კიდე, ჩემი მოწოდებაც იყო, შეუძლია გადააყენოს მთავრობა, ოპტიმიზაცია გააკეთოს, აქედან გამომდინარე გაიაროს შემდეგი ეტაპი, რაც უმაღლეს საბჭოში 11 ხმა არის, მაგრამ მე ეჭვება რომ ეგ 11 ხმაც იყო.